რა თქმა უნდა, ALDE არ ამქმედებებს არ ამართლებს, ასე ეხმაურება ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება ALDE Party, ლელო ძლიერი საქართველოს წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას. რა თქმა უნდა, ALDE ამქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლელო ძლიერი საქართველოს წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ALDE-s მხრიდან რეაქცია არ არის. საუბარი იმაზეა, რომ საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს და რაც თავად ელისაშვილის მიერ არის ეს ყველაფერი აღიარებული და აი ამას გაემიჯნა, მაგრამ შემდგომ მოაყოლა, რომ ვითომ ასევე ემიჯნება იქ რაღაც რადიკალურ დარბევებს აქციებზე, რომელიც რა თქმა უნდა არ ყოფილა და ასევე იმ ქიმიური იარაღზე, რომელსაც თვითონ ეს ხალხიც კი ამბობს, რომ არავის არ გამოუკლევია, არც იციან რა დასახელება აქვს და საერთოდ არ იციან არის თუ არა ქიმიური იარაღი. მაშინაც კი როცა უკვე ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიური იარაღზე, მილეოდ რეჟიმშია, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ ამ სისულელის გავრცელების გამო. ეს ALDE მაინც უცხოათ იმეორებს ამას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი მტკიცებულება ამისი არ არსებობს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სერიოზულად დაინტერესებს ეს საკითხი, გადაეცემა მთელი დოკუმენტაცია მიუხედავად იმისა, რომ გრიფი საიდუმლო ადევს მას და ასევე ხელის მისაწვდომი იქნება მათთვის ეს ნივთიერებები, თუ ისინი მოისურვებენ რაიმე დამატებითი ანალიზების ჩატარებას.